დინამო თბილისში ანაზღაურება რამდენია და რატომ მკითხულობ ამას? დინამოს რომ აკადემია ნომერ 1-1 პირველია ყოველ შემთხვევაში და ამას აღიარებს ყველა მაგაზე ყველა თანხმდებით, მაგრამ გულშემატკივრის მხრიდან ხშირად არის კრიტიკა, რომ აი სათანადოდ ვერ იყენებენ ამ ასე ვთქვათ აკადემიის ფეხბურთელებს, მალევე ყიდიან, მალევე უშვებენ და აი რამდენი უნდა კონდეს ხელფასი, დაუშვათ ფეხბურთელს, დარჩეს და არ წავიდეს დაუშვათ რაღაცა მეორე ლიგაში, რომელიღაც არც თუ ისე მაღალ კონკრეტულ ხელფასს ვერ გეტყვი, მაგრამ გეტყვით რომ წინა წლებში პირობით დინამო თბილისში რაც მე დირექტორი ვარ, ყოფილა მაქსიმალური ხელფასი რაც ფეხბურთელებს მიგვიცია არის 15,000 евро, თუმცა ჩვენთან საშუალო ხელფასი პირობითად მინიმალური ხელფასი 1,000 евро პირობითად ფეხბურთელებმა ჩვენი აკადემიიდან მოდიან პირველ გუნდში და უშუალოდ მინიმუმ 1,000 евро აქვთ. მაგრამ აი როგორ გითხრათ რა ამ შეკითხვაზე ხა ძალიან რთული პასუხი. ხო იცით, ეს არის ბუნებრივი პროცესია. კარგი ფეხბურთელი მიდის უკეთეს ლიგაში, უკეთეს გუნდში, შესაბამისად უფრო მეტი ხელფასით. გამორიცხულია ქართულ რეალობაში ფეხბურთის შესთავაზო. აი პირობითად შეიძლება ჩვენთან ფეხბურთელს კონდეს 10,000 евро და ძალიან მარტივად წავიდეს და 30,000 евро კონდეს. ძალიან რთული პროცესია რა, ესე გარედან რო უყურებ პარტივია. თან დამოკიდებული ხარ რომ რომელიღაცა თუ არ გაყიდი ამ პროცესში, შენი ბიუჯეტი ხონდა შეივსოს, ხო ორთვიან სახელმწიფო დავალიანება სულ ხო არ გექნება, გამორიცხულია. ანუ ისეთი პროცესია, რომელიც აი ადამიანები რომელიც ჩართული არ არიან ამაში, ეს არ ესმით და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება მეტნაკლებად სტაბილური, როცა ტრიბუნაზე ივლის გულშემატკივარი დაახლოებით 40% ევროპულ კლუბებს აქვთ შემოსავალი ბილეთებიდან, სპონსორებიდან, 40-50-იც. სპონსორებიდან თამაშის დღის შემოსავლები, იქ რესტორნები მუშაობს, რეკლამა მოდის, პირობითად რაღაც სხვადასხვა აქტივობები საიდან. ანუ ეს არა გვაქვს. საბა ხარებაშვილს უკვე 80 თამაში აქვს დინამო თბილისში ნათამაშები. რამდენი ხანი დავიტოვოთ? სანამ არ გავალდებით. როგორ და ეხლა მოდი თქვენ ხართ საბა ხარებაშვილის მამა და საბა ხარებაშვილი. ყველაფერი გააკეთე აქ გაიზარდე. ეხაც მეუბნება რომ შეიძლება კონფერენს ლიგავი ან ბავშვი წარმოიდგინე უკვე გადადის და რა დონეზე გადადის და იქ იწყებენ ივლისში მზადებას, სექტემბრიდან კი გადადის ოფიციალურად, მაგრამ ივლისში უნდა წავიდეს. შეიძლება რომ კონფერენს ლიგავი ითამაშო და მერე წავიდე. აი ბავშვის სურვილიც არის და ჩემი დიდი სურვილი, მაგრამ აი როგორ უნდა გააჩერო აქ დაუშვათ 24-25 წლამდე ფეხბურთელი. სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.